ჩვენ ვაგრძელებთ ეთერს და ამჯერად ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბესო ქათამაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი. მოგესალმებით ბესო. ბესო, იქამდე ვიდრე სხვა მოვლენებს შევეხებით, ადგილობრივ თემებზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება, ეხლა მე მგონი ერთ-ერთი ახალი ამბავია ბოლოს ბიუროს ხდომაზე, როგორც გახდა ცნობილი, საკრებულოს დეპუტატებს და ასევე აპარატის თანამშრომლებს და სხვა არაერთ ადამიანს თანამდებობრივი სარგოები და ხელფასები ეზრდებათ. იმ ვითარებაში, რაც დღეს ქვეყანაში არის და თუნდაც რაც დღეს ოზურგეთში ხდება, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნია და იღებდით თუ არა, ანუ ესწრებოდით თუ არა ბიუროს, გქონდათ თუ არა რაიმე წინადადება და ასე შემდეგ, მოკლედ რა გითხრა ამ თემაზე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სოლიდარული ვარ თქვენი კოლეგის მზიან მაღლობელის მიმართ, რომელსაც რეჟიმი გაუგონორესი სასტიკით ასამართლებს და შიმშილობს მზია და რა ვიცი გამძლეობას უსურვებ. მე ასევე ყველა იმ დაშავებულ ჟურნალისტს და არაერთ აქტივისტს, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა პოლიცია და ეს რეჟიმი, მათ მიმართაც სოლიდარული ვარ და ყველა პოლიტიკმარი, ვინც დღეს რეჟიმის ტყვეობაშია, მალე თავისუფლებას უსურვებ. რაც შეეხება ახლა ოზურგეთისთვის მიმდინარე პროცესებს, რაც საკრებულოზე ხდება, ანუ ხელფასების დამტკიცება წინა გასული წლის ბოლოს საკრებულოს ხდომაზე მოხდა, როდესაც საკრებულოს თანამდებობის პირებს გაეზარდათ ხელფასი, ეს იქნება საკრებულოს თავმჯდომარე, მერი, მოადგილეები, კომისიის წევრებს გაუხდათ ხელფასი ფაქტიურად 3000 ლარზე მეტი და ამ დროს ჩვენ მუნიციპალიტეტში ერთი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ერთის მხრივ საგულისხმო ის არის, რომ ეს ხელფასების გაზრდა ქართულ ოცნებას იმისთვის სჭირდება, რომ მიმდინარე ინფლაციის ფონზე ანუ ფასების მატების ფონზე, ანუ თავის აქტივს ერთგულ მხარდაჭერებს უფასებს ოცნების ხელისუფლება იმას, რომ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე ინახავს ამ აქტივს, რომელიც ანუ ყველაფერზე მედიან შემდგომში მათთვის ახლა ფაქტობრივად ეროვნული ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რაც ახლა ქუჩაში ხდება არაერთი თვეა და ეს მიზანი რომ მიაღწიოს ქვეყანამდე ეს თავისუფლებისთვის სწრაფვა და დემოკრატიული პროცესი განვითარდეს, ამის შესაკავებლად რომ საჯარო სამსახურები არ ჩამოიშალოს, ოცნება უზრდის ხელფასებს. პრობლემების მოგვარების ნაცვლად მისი მთავარი საზრუნავი აღმოჩნდა წლის ბოლოს იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალმომარაგების სისტემების მოგვარების ნაცვლად, ანუ ჩინოვნიკების ხელფასები გაზრდა, ვიზეც დგას დღეს რეჟიმი და ბიზნა ივანიშვილი კონკრეტულად და ეს მოცემული გვაქვს დღეს რაიონში და დღევანდელ კომისიის ხდომებზეც კიდევ ერთ საგულისხმო ფაქტია, რომ 10%-ით გაიზრდებათ ხელფასი, ანუ დეპუტატები ვინც ვართ, ანუ არჩეული ვინც კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები არიან, ის წევრები ანუ იღებენ, ანუ ხელფასი ადმინისტრაციული ხარჯიც, ანუ 10%-ით გაიზრდება და 937 თუ 40 ლარს შეადგენს მათი სარგოც მომდევნო თვიდან. კი ბატონო, გასაგებია. მოდი მიმდინარე მოვლენებს რომ შევეხოთ, ირაკლი კობახიძემ გვახსოვს ჩვენ მისი განცხადება, თქვა რომ 20 იანვრამდე არ გასტანდა პროტესტი, რომელიც დღეს მიმდინარეობს ქუჩებში. რა სიტყოდი მომდევნო მოვლენებზე პროტესტთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ გუშინ თეატრის პერფორმანსი, ხედავთ ყოველდღე გადაკეტილ რუსთაველის გამზირს, თუმცა ამ ყველაფერში ძალიან საინტერესოა ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკოსების წილი. რა გეგმებით ხართ, რას აპირებთ და რა წილი შეიძლება ჩადოს ამ ყველაფრის პროტესტის სასარგებლოდ განვითარებაში ოპოზიციურმა პარტიებმა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ერთგვარად საზოგადოებას აქვს იმის განცდა, რომ ქუჩაში არიან მოქალაქეები, რიგითი მოქალაქეები თავიანთი პროტესტით. ცხადია მიმდინარეობს დაჭერებიც პოლიტიკოსების, ოპოზიციონერების მიმართ და შევიწროვება, მაგრამ თითქოს და არის საუბრები, რომ თითქოს დისტანცირებულები არიან ერთგვარად პოლიტიკოსები ამ პროტესტისგან და არის ხოლმე მოლოდინები, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ უფრო მეტი, ვიდრე აკეთებენ. რას ფიქრობ ზოგადად აი ამ მოსაზრებებზე? ანუ მიმდინარე პროცესებს თუ შევხედავთ, ჩვენ რა დავიწყოთ ოცნების პრემიერ-მინისტრის ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმური პრემიერის განცხადებაზე, ანუ მათი მოლოდინების ერთად ამ ცდარია. აცდენილია რეალობას, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ხედვები, ანუ ის გამაგრებითი პროცესი, რაც შიდა აქტივს ამაგრებენ, რომ აი ახლა 23-მდე ტრამპი მოვა და ჩვენ მასთან დალაგებულები ვართ და პრობლემა არ იქნება და ეს პროტესტიც არ მიაღწევთ, ანუ ისინი
ადამიანების გულწრფელი პროტესტიც კი ცდებიან. ანუ მათ ვერ წარმოუდგენიათ ადამიანი იდგეს სიცივეში, წვიმაში, ქუჩაში და თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესს იცავდეს, ეს მათთვის არის უცხო. იმიტომ რომ ისინი არიან ერთი კაცი საიკონგე შეპესეს თანამშრომლები უნდა გადასვავს სათადარიგოს კანონზე, უნდა შემოიყვანს თამაში. ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა. აი პრობლემა, ზოგადად ბევრი პრობლემაა ამ ქვეყნასთან, თავარი პრობლემა და გამოწვევა ამ ქვეყნისთვის არის ის უსაფრთხოების ძალების და სტრუქტურების არა თანმიმდევრული ქმედებები და არა თანმიმდევრული წყობა, რასაც ამ ქვეყნის ინტერესებისთვის ატარებს. ჩვენ შეიძლება ფართოდ რო წარმოვიდგინოთ, არ არსებობს ძლიერი განვითარებული ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება დიდი ბრიტანეთი თუ ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფო, მაგალითად ისრაელი, რაც ჩვენ შეგვიძლია რომ მაგდონის მოთამაშე გავხდეთ რეგიონალურ ჭრილში, მათთვის თავარი საყრდენი არის უსაფრთხოება. უსაფრთხოების სწორი აწყობილი სისტემა ნიშნავს უფრო მეტ ეკონომიკურ დაცულობას და მთელი ჯაჭვი განვითარებულ ქვეყნებში ასე არის მოწყობილი. ჩვენ შემთხვევაში უსაფრთხოება არის ბიძინა ივანიშვილი, პოლიციის შინაგან საქმეთა მინისტრი არის ბიძინა ივანიშვილი, აი ცეცხლის გახსნაზე მაგალითად იქ მომიტინგეებს როცა არბევენ ბიძინა ივანიშვილი გასცემს ბრძანებებს, ახლა ჩვენ შეიძლება ტელევიზიით ამას არავინ არ გვიყვება, მაგრამ გახარია შემთხვევაში ესე იყო და ფიზიკურადაც როდესაც გაუსწორდნენ, ცუდი ფაქტია. მაგრამ იმ ადამიანს დაიცვა ეს, როდესაც 20 ივნისს ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის რომ ერთი კაცის ხუშტურებზეა და მე უფრო მეტიც, მე ყოფილი სამხედრო ვარ და თემას რო გადავუხვიო 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც აქციის დარბევა მოხდა, აი ქართულ ბანკმა მოიტანა კეისი და ქეშად ურიგებდნენ ჯარისკაცებს, რომლებიც აქციის დარბევაში კი არ იყვნენ. აი შემდეგაც როდესაც დაიძაბა სიტუაცია, რიყეზე ჩაჩემი ქვედანაყოფი რიყეზე იდგა რომ რამე დაზიანება და მანქანების დაწვა და რაღაცაები არ მოხდა, არეულობა რო არ მოხდარიყო და ამ ადამიანს ჩვენ მოიტანა და 700 ლარებს ჩუქნიდა. აი მე არ ამიღია ხელმოწერითაც დაფიქსირებული მაქვს და შეუძლია ქართულ ბანკმა ამოიღოს ეს ყველაფერი და ჩემო არაერთმა მეგობარმა, მაგრამ ეს არის რომ მან თვითონ ძალაუფლებით ამ სისასტიკით სულდგმლობს, ის არ არის დემოკრატი პიროვნება. ჩვეულებრივი რუსი კრიმინალი კგბ-შნიკია და დიდი ალბათობით კგბ-ს გენერალი შეიძლება აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში, როდესაც ეს პროცესები გადაივლის, ის არ არის დემოკრატი. აი მისი თანხების და ფინანსური რესურსების დაცვაზეა ორიენტირებული და მან თავის ინტერვიუშიც კარგად თქვა, რომ როდესაც ჩემი თანხები მადარდებს და ჩემი ფინანსებიო და ეს არ არის ეროვნული კაცი. როდესაც ამდენი გამოწვევა ქვეყანას საარჩევნო ციკლში მომდევნო უსაფრთხოების დეოკუპაციის პრობლემა გამყოფი ხაზი და ადამიანებს სტაცებენ, ის კონკრეტული პირი თავის ფინანსების დაცვაზეა და რა ეროვნულობა და რა იდეოლოგია უნდა მოვთხოვოთ. მათი იდეოლოგია არის რუსული ჰიბრიდული ომის მსგავსი, აი გერასიმოვის დოქტრინა არის და ამ დოქტრინის ფარგლებში მოქმედებს ის და თქვენ თავარ კითხვაზეც როცა გადავიდეთ ანუ ოპოზიციის ჩართულობაზე. აი აქციის ხარაც ისაუბრეთ მაგალითად ხო იმ მოქალაქეებისთვის ეს ცხადების პროტესტის მხარეს. ანუ ეს მათთვის მნიშვნელოვანია უკვე თქვენი როლი. ანუ ჩვენი როლი თუ არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ ქუჩაში ვიდექით. არჯეროდა ბევრს თანამოაზრეს, ბევრ ადამიანს ვინც დღეს ქუჩაშია, რომ ესენი არ გადაუხვევდნენ კურსს, არ ვიქნებოდით იზოლაციაში, არ იქნებოდა ეს პრობლემები, რაც ზოგადად დღეს რამოცემულობაშიც ქვეყანად ვართ დღეს, ანუ გარე სამყაროსგან სრულად უწყდებით, იმიტომ რომ არ ანუ დარეგისტრირდა სენატში კანონპროექტი, სადაც არ აღიარება არიან ჩვენს ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმურ თანამდებობას არავინ არ აღიარებს, ანუ ვინ ყავს დღეს მეგობრები? ანუ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყანაში არიან რეჟიმები, მაგალითად თუ ავტოკრატიული რეჟიმი, მაგალითად ალიევის სახით და ესეთი აი ფიცო, ირანი, აი გაუგონარია ამბები გჭირს რუსეთი და ბელარუსი, ანუ ამ ადამიანების იმედად ვართ. ეს არის კატასტროფა და როდესაც მოსახლეობა ნიჰილიზმშია, ანუ ეს არის პროპაგანდის. ანუ მათი ნაწილია, რასაც გვთავაზობს და ჩვენ უნდა გავიაზროთ ახლა სტუდენტებმა და ახალმა თაობამ ამ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები და იდეოლოგია იცის და მეტნაკლებად გაწაფულები არიან ამაში და ოპოზიციის ჩართულობაზე, რომ ანუ ოპოზიციის ჩართულობაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ გავართ ქუჩაში არჩევნების შემდეგ. ყოველდღიურად აი ამ წუთასაც ახლა სასამართლოები მიდის ბათუმის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის აჭარის ორგანიზაციის ლიდერის ელგუჯა ბაგრატიონის, გოგიტა სოლომონიძეს, არაერთი აქტივისტის ანუ ყოველ დღე ვდგავართ ადამიანებთან ერთად ქუჩაში. ანუ მეტი ჩართულობა ხედავს რომ თქვენ აქციებზე დგახართ, მაგრამ იმაში დამეთანხმეთ რომ ადამიანები თქვენი ამომრჩეველი კიდევ უფრო მეტ სიტყვას თქვენგან ვიდრე დავუშვათ სხვა მოქალაქეების მსგავსად ქუჩაში დგახართ და ნამდვილად ვაღიარებთ რომ არაერთი თქვენგანი დაშავდა აი ამ აქციებისთვის არა მარტო ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ასე შემდეგ. ასევე აქ არის საინტერესო ერთი საკითხი. ქართული ოცნება
იგრძნობა წინასაარჩევნო პერიოდში და ახლაც დღემდე ამბობს, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, მაშინ მოვლენ ოპოზიციონერი პარტიები და ჩვენს ქვეყანაში დაიწყება ომი. ფაქტიურად მათი წინასაარჩევნო კამპანია იყო დაფუძნებული აი ამ შიშზე, რომელიც ინერგებოდა, ასე რომ ვთქვათ, მათ ამომრჩეველში. თუმცა არაერთ ადამიანს დააკლდა არგუმენტები თქვენი მხრიდან, გასაგებია, რომ ოპოზიციას უნდა ევროკავშირი, დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაცია და ამაში ყველა გეთანხმებათ ცხადია, მაგრამ რას აკეთებთ და რას გააკეთებთ რუსეთთან მიმართებაში, ანუ ომის საფრთხის აცილების კონტექსტში რას ეტყოდეთ მაყურებელს, რომელსაც უნდა ევროპა მოსწონს ოპოზიციური პარტიებიც პოპულარული ენით რო ვთქვათ, მაგრამ ეშინია რუსეთის. გეთანხმები ეს საფრთხეები სრულიად რეალურია და ოცნების ხელისუფლების პირობებშიც არ არის ეს გამორიცხული, ჩვენ თუ მოწყვლადები ვიქნებით, უფრო ადვილად ჩვენი უსაფრთხოების სისტემები თუ იქნება ესეთი აი ერთ პირზე დამოკიდებული, უფრო მეტია და ომის დიდი საფრთხეა ვიდრე იმ პირობებში, რომ ჩვენ გვყავდეს ნატოს მოკავშირეობა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ დასავლელი მეგობრებით კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება რუსეთს ჩვენთან ომის წამოწყება ვიდრე იმ მოცემულობაში, როდესაც მარტო და იზოლაციაში ვიქნებით, აი წამომშველებელიც არავინ არ გვეყოლება და ჩვენ რუსეთისთვის ყოველთვის სტრატეგიული სამიზნე ვართ, ჩვენ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს, რომ რუსეთისთვის ვართ მთავარი გასაღები კავკასიის სამართავად. ანუ მთავარი გასაღები ვართ ახლო აღმოსავლეთზე მისი კონტროლის და მოქმედებებისთვის. ამიტომ ჩვენ არ უნდა შევხედოთ რაღაც მცირე ლოკაციურ რაღაც ერთ პატარა მონაკვეთად, რომ აი ჩვენ დაგვიპყრობენ. ჩვენ ვართ დიდი გასაღები და დიდი გზა ვართ ევროპასა და აზიასა და დასავლეთ შორის. ამიტომ ჩვენი თავი უფრო ფართო და უფრო დიდად უნდა წარმოვიდგინოთ და უფრო მეტი ნაბიჯები უნდა გადავდგათ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ეს უსაფრთხოება არ მოიცავს იმას, რომ ჩვენ არ ვითამამშრომლოთ ევროკავშირთან, არ ვისწრაფოთ ნატოსკენ, რომ მეტი დაცულობა და მეტი ჩართულობით ჩვენ ვიყოთ უფრო მეტი დაცულობა და მოსახლეობას მესმის ჩვენ გქონდა შეცდომები გარკვეულწილად იმის, რომ არ დავარწმუნეთ, აი ჩვენ რო ვამბობდით, რომ მაგალითად ჩვენ გვისაუბრია პარტიულ აქტივთანაც, რომ აი ომი რასისულელია, ეხლა ომი ვის უნდა, მე ყოფილი სამხედრო ვარ 2008 წლის ომის მონაწილე და არასდროს არ გამიხარდება, რომ ჩემო ოჯახმა რაც გადაიტანა, ჩემი ჩართულობით ის ნერვიულობა თუ რავი 1000 უძილო ღამეები ის ვინმეს ოჯახს ან მთელ ქვეყანას რო გადაიტანოს, ეს არის წარმოუდგენელი და არასდროს არ ვიქნები ამის მომხრე. და ქართული ოცნება, ანუ ადამიანები, ვინც ომზე მშვიდობაზე გველაპარაკებიან, ანუ ჩვენ რაღაც ტრადიციული სადღეგრძელოების ის გვაქვს რა წყება გვაქვს საარჩევნოთ, აი დედა ეკლესია და 2020 წლის დავით გარეჯი საქართველო. ეხა მშვიდობის სადღეგრძელო შემოგთავაზეს. მომდევნო წელში ალბათ ოჯახი იქნება და ასე რა ვიცი, რეგიონალურში და ეს არ დაილევა, იმიტომ რომ ჩვენი სუფრა ეს ტრადიცია თამადური ფართო არის და შეიძლება ამ ხორი ქართულ მოუცნებამ მომდევნო არჩევნებზე სულ სხვა ლოზუნგით დაიწყოს საუბარი, მაგრამ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ბევრი ვესაუბროთ და დავარწმუნოთ, მაგრამ ამაში ჩვენი რესურსი არის მწირე. იმიტომ რომ ჩვენ თუ შევხედავთ ბიზნეს ელიტას, კორუფციულ ბიზნეს ელიტას, აი ჩვენს მოცემულობაში გურიის მასშტაბით, ვინც ტენდერებში არიან ჩართულები, ვინც სახელმწიფოსგან საზრდოებენ, ის ადამიანები მილიონობით ლარს წირავენ ოცნებას, ამ მილიონობით ლარის შემდეგ საარჩევნო უბნებზე მათი ჩართულობა მაღალია, იმიტომ რომ მათ ყავთ ადამიანები დასაქმებული, მათთან გარიგებული ტენდერებით, კორუფციული გზებით, ის ადამიანები ყიდულობენ თითოეულ ამომრჩეველს. ანუ ეს არც დემოკრატია არის, არც მშვიდობაში ჯდება და არც იმ მოცემულობაში, რომ ოპოზიციამ რამეში დაარწმუნოს, იმიტომ რომ მედია რესურსი, რაც ქართულ ოცნებას აქვს, ეს პროპაგანდისტული და ადამიანებს ყოველდღე სიცრუით კვებავს, ამასთან უფრო სხვა მეთოდით, სხვა იდეოლოგიით არის დასაპირისპირებელი და ოპოზიციამაც უნდა გადახედოს თავის როლს, თავის ფუნქციას ამ ისტორიულ ჯამში, რომ ადამიანებთან უფრო მეტად მიიტანოს ის სათქმელი, ვიდრე საფრთხეებით მშვიდობა უნდა ყველას, განვითარება უნდა და კეთილდღეობა უნდა ყველა ოჯახს, მაგრამ ისი არა რომ მშვიდობა სიძახეს ქართული ოცნება და შემდეგ ათასობით ადამიანს ქუჩაში აი ძალადობრივი სისასტიკით უსწორდება და ანადგურებს. კი ბატონო, ბოლო შეკითხვა მექნება, ბესო, არჩევნები ახსენე, რას ფიქრობ არჩევნებთან დაკავშირებით? რამდენად არის არა ცხადია სურვილის დონეზე რეალური, რომ ხელახალი არჩევნები ჩაინიშნოს საპარლამენტო. თუმცა აქვე კარგი და ცუდი სცენარის, ორივე სცენარის შემთხვევაში ჩვენ წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. ამ მიმართულებითაც რას ფიქრობთ? საინტერესოა, ჩემი პირადი აზრია მაგალითად, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში მაინდა-მაინც მომზადებული არ იყო. მაგალითად, როცა ჩვენთან მოდიოდნენ თქვენი კოლეგები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, როცა ჩვენ ვეკითხებოდით მათ, რომ რას ფიქრობენ კონკრეტულ პრობლემებზე გურიის რეგიონში, როგორ უნდა გადაიჭრას ესა თუ ის საჭიროება ადამიანების, ხო?
ძირითადი პასუხი იყო, რომ ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს, შევალთ ევროკავშირში და ეს ყველაფერი თავისთავად იქნება, ანუ წყალი იქნება, შუქი იქნება, ფული იქნება, მაღალი პენსიები იქნება. ცხადია, ეს არის ყველა ჩვენგანი სურვილი, თუმცა კონკრეტული ხედვა სამწუხაროდ მოსახლეობის ნაწილმა ვერ დაინახა, გარდა იმისა, რომ ევროკავშირში შევალთ, რაც რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანი სურვილია და უცებ ყველაფერი მოგვარდება. ამ მიმართულებით თუ ხედავთ შეცდომებს, რომ უფრო მეტი სალაპარაკოა ხალხთან, უფრო მეტად არგუმენტირებულად და რას ფიქრობთ აი ამ ჩემს ორ შეკითხვაზე, ახალ-ახალი არჩევნების პერსპექტივაზე და შემდეგ უკვე ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ანუ მესმის, როდესაც არაცენტრალიზირებული მმართველობა გვაქვს და ჩვენ არ ვართ, ანუ რეგიონში დამოუკიდებელი, აი მერიც ვერ ატარებს დამოუკიდებელი პოლიტიკას, ეს დეცენტრალიზება უნდა მოხდეს და ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტა ადგილზე უნდა მოხერხდეს ყველა კომპონენტში, ყველა იმ საჭიროების სამად უნდა გადანაწილდეს ბიუჯეტი. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, შეიძლება წინა ხელისუფლებასაც ესე იყო და ეს მანკიერება რაც იყო, უფრო მეტად გაღმავდა და დაჭაობდა. უნდა მოხდეს დეცენტრალიზება. ადამიანებმა ადგილზე უნდა შეეძლონ თავისი ბიუჯეტის გადანაწილება, რის ნაცვლად ვიღებთ ჩვენ დღეს რას? აი 100,000 ლარიანი ტენდერსაც რო აცხადებს მუნიციპალიტეტი თბილისთან თუ არ დარეკა კონკრეტული მითითებები არ მის, ანუ ეს ანუ ოფიციალურ დონეზეც გადასახადების დიდი ნაწილი ცენტრში მიდის, ანუ დეცენტრალიზაციის პრობლემა გადასახადები ჩვენ, ანუ ძირითადად მაინც ძირითად ნაწილში ფინანსური შემოსავლობებზე მაინც ცენტრალზე ვართ დამოკიდებული, იმიტომ ჩვენი ბიუჯეტი არ არის, ესე არ არის ახლა დიდი საწარმო ქარხანები აქ და ის მოცემულობა, როდესაც ბიუჯეტი შეიძლება კონდეს 100 მილიონი. ხო, არა, ვერ იქნება თითქმარი, მაგრამ ის გადასახადები რაც არის მუნიციპალურ დონეზე დიდი ნაწილი უნდა დარჩეს, ახლა მაგალითად 30-70-ზე თუ ეს დისბალანსი უნდა აღმოიფხვრას და უნდა დარჩეს 70 აქ და 30 ცენტრალურ ბიუჯეტში შეიძლება. ანუ რეგიონების და მუნიციპალიტეტების დამოუკიდებლობა არის უმნიშვნელოვანესი, რაც ადგილზე ადგილობრივ მათემატიკა შეძლოს არა ზემოდან ზარებით ვის რა მოსწონს იქ ფაქტიურად ისეთი მოცემულობა არის, როდესაც მათ არც ესმით პრობლემის არსი და არც წარმოუდგენიათ სად არის. აი ჩავარდნილი არაერთი პროექტი, აი დღეს საკრებულოზე კომისიის თომაზე როდესაც ვიყავი 2024 წელს უნდა დასრულებული იყო ნასაკირალეს წყლის სათავე სისტემა 700,000 ლარზე მეტია. აი მიტოვებულია, არ შესრულებულა, არავის მომკითხავი არ არის ამის რომ რატო არ სრულდება. აი მაგალითად პალადა რომელიც რეგიონებში ყველა ტენდერს იგებს და მათი ფაქტობრივად ხარდამჭერი და ფინანსური ბეღელია, მოგებული აქვს დუაბზუს ნასაკირალამდე ცენტრალური გზა, ორი ვადა ქონდა, უნდა ჩაებარებინა გზა და დღესაც სამუშაოები ამ წუთასაც არ მიმდინარეობს. ანუ ეს პრობლემებია რეგიონალურ დონეზე, სადაც ჩვენ შეიძლება აქტიურად ვესაუბროთ და უთხრათ ადამიანებს მათი შემოსავლობების ადმინის დაყენებული საჯარიმო კამერები მილიონობით ლარი შედის, აი ციცინათელასთან არის ერთი კამერა, როდესაც იქ ცენტრალური გზა იყო 8 თვეში 770,000 ლარი დააჯარიმეს ჩვენი მოქალაქეები მხოლოდ სისწრაფის გადაჭარბებაზე. აი ურეკის მიმართულებით არაერთი ჯარიმა იწერება და 100,000-ობით ლარი ჯარიმდება და ამით ივსება ზოგიერთი დიდ ნაწილად ჩვენი ბიუჯეტი და რაც გვაქვს ქონებები ამის გაყიდვით. სხვა შემოსავლობები ძირითადი მოსაკრებელი არ გამოვირჩევით სამწუხაროდ და რაც ამ მიმართულებით უფრო ქმედითი ნაბიჯებია რომ მოსახლეობა ადგილზე დასაქმდეს და აი მაგალითად შიდა მიგრაცია, როდესაც გვაქვს ბათუმის და თბილისთან მიმართებაში ეს დისბალანსი ამბობთ რომ ადამიანებისთვის რაღაც სარჩო აქ გაჩნდეს. ამ მიმართულებით არის და როდესაც ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი არჩევნები, როდესაც ანუ კრიმინალები გვიტარებენ არჩევნებს, აი კრიმინალი და პოლიცია შეიარაღებული ერთად როდესაც დგას უბანზე რა თავისუფალ არჩევნებზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც სასულიერო პირები და ჩვენ ფართო ასპექტში თუ გავიმხილავთ ამ თემას, ანუ რეგიონალურ ჩართულობასაც თუ დავამატებთ, კონკრეტულ დასმულ კითხვამდე მივიდეთ, აი თურქეთის, აზერბაიჯანის ჩართულობა, აი რუსეთის მესმის რომ მათ სხვანაირი ხედვები აქვს და სხვა დამოკიდებულება აქვს ჩვენთან, რომ ჩვენი მიტაცება უნდა და მათი გაგებეთ FSB სრულად ჩართულია მათთან აფილირებული ბიზნეს წრეების დახმარებით, მაგრამ აი წარმოვიდგინოთ მეგობარი ჩვენი სტრატეგიული მეზობელი აზერბაიჯანი, რომლის სეიმის მეჯლისის წარმომადგენლები, მათი პარლამენტარები აზერბაიჯანულ თემში ქართველები ვერ ვატარებთ არჩევნებს. გვიტარებს მათი პარლამენტარები და რა შედეგიც უნდა, ეს არის კატასტროფა. უსაფრთხოების სისტემისთვის არის და უდიდესი გამოწვევა არის ქვეყნისთვის, რომ აზერბაიჯანის სეიმის მეჯლისის თავმჯდომარე და დეპუტატები გვიტარებენ აზერბაიჯანულ თემში არჩევნებს და ჩვენ დიდწილად ჩარევასაც ვერ ვახორციელებთ და რაც უნდათ იმ პროცენტს დებენ. შეიძლება ვიღაცამ თქვა წინაზეც იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ ეს არის პრობლემა ამ ქვეყნისთვის. როდესაც ვსაუბრობთ ეთნიკურ უმცირესობაზე, აი ირანის ჩართულობაზეც აი უსაფრთხოების სისტემა სხვა აქვს, აი მათი წარმომადგენელი რელიგიური პირები, აი შეიხები ვისაც უწოდებენ, ანუ
სასულიერო პირებს. მილიონობით დოლარი იხარჯება ამათთან მიმართებაში და მათი ჩართულობაც არჩევნებზე ასევე იყო. ასევე იყო თურქული მხარის ჩართულობაც სასულიერო პირებთან მიმართებაში, რომლებიც საარჩევნო უბნებზე იდგნენ და პრაქტიკულად მოწოდებებით იყვნენ დაგავებული თუ ვისთვის უნდა მოეცათ ხმა კრიმინალთან, ქუჩის პანასთან და რა ვიცი, პოლიციელებთან ერთად ამაზრზენი საყურებელია, როცა დემოკრატიულობაზე ვსაუბრობთ, სრულიად ახალი თვისობრივად სხვა საარჩევნო ტიპის ქვეყანა გავხდით, რომელიც აცდენილია ყველა იმ საკანონმდებლო ნორმას, რაც გვაქვს და ახალი არჩევნების მოლოდინი რა უნდა იყოს? ახალი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს იმ პირობებში, როდესაც არ იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისია ცენტრში ითვლის. ადგილობრივ დონეზე არის გაყალბებები, კომისიის, უბნის კომისიის თავმჯდომარეები, რასაც დადიან და დღეს საუბრობენ მოსახლეობაში თუ როგორი მანიპულირებით ჩაატარეს არჩევნები და როგორ გააყალბეს, ეს ადამიანები უნდა დაიკითხონ ყველა და ამის დრო მოვა და მე მათ მოუწოდებ, რომ დროულად გააკეთონ განცხადებები, რაც დააშავეს ამ ომლებზე. ყველა მათგანი იყო თავარი გამყალბებელი და ინიციატორი და წამხალისებელი თუ როგორ რა უნდა მოხდარიყო და შემდეგ მოდის ეს კომისია, ოლქი და ცენტრალური საარჩევნო კომისია. ეს ძალა არის ესეთი. ამას ვერ შეცვლი. ეს ადამიანები თუ არ გავიდნენ ამ სისტემიდან, სხვაგვარად დემოკრატიულ არჩევნებს აზრი არ ექნება. და მოკლებულია იმ საღაზს, რომ ჩვენ არჩევნები დანიშნონ და ჩაგიტაროს ბიძინა ივანიშვილმა კრიმინალმა, როგორ უნდა ჩაგიტაროს დემოკრატიული არჩევნები, როცა თავისი ფინანსების დაცვაზე, შემოტანაზე და უზრუნველყოფაზეა ადამიანი ამბობს, რომ სულ ჩემი ქველმოქმედება 700 მილიონი დოლარის მიწავა შეკვეთილში, სადაც პარაგრაფია მისი საცხოვრებელი სახე და მიმდებარე ტეტო ერთ ლარად ვაჩუქეთ. ასე ვაჩუქეთ თავის სოფელში, თბილისში, სოლოლაკში და არა ერთი მიწა მილიარდობით ლარის და დოლარის შემადგენელი ნაწილია და ეს ადამიანი ამას გვაყვედრის ყოველ დღე და ეს მიწა რო წაიღო და ესე რომ ეს ამ ქონებებით რო სულდგმულობს გუში ბაჩიაშვილს თავის ფინანსების გამკარგავს მილიარდ დოლარს ედავება კაცი და ეს არის ალბათ ჩვენ როცა ვსაუბრობთ 6-7 მილიარდი ალბათ 200 მილიარდ ლარამდეც აქ და ის სად ვის რას ედავება კაცმა არ იცის და ამის თამაშის ნაწილია პრემიერი აი განცხადება არ იწყება სოციალურად დაუცველებზე ინფრასტრუქტურაზე რომელიც ეხ გაჩერდა გურიაში ავტობანი ურეკი სუბსის მიმართულებით სამ კვირაზე მეტია გაჩერებულია მუშა პერსონალი დაითხოვეს ამაზე არ საუბრობენ ეს პირები აი უმუშევრობა რო არ და ქვეყნა ხალხი გარბის ამაზე ბიძინა მაშ ფინანს აი ჩვენ ყავს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი რომელიც აი ადვოკატად გვევლინება მისი ყოველდღიური განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით რას ფიქრობ ჩაინიშნება თუ არა ხელახალი არჩევნები აი ამას რო პასუხობ და დავასრულოთ ამ ეტაპისთვის ანუ ჩვენი მთავარი მიზანი და არაერთი დღეა ადამიანები და მე მადლობას ვეუბნები მათი გამძლეობისთვის და ბრძოლისთვის რომელიც ქუჩაში დგანან მთავარი მოთხოვნა არის დემოკრატიული სტანდარტების და დემოკრატიული პრინციპების ლერსებზე დაბრუნება ამ ქვეყნის და ამის მთავარი ნიშანი და ის არის მოთხოვნა რომ ჩატარდეს არჩევნები ჩატარდეს არა ამ centrალური საარჩევნო კომისიით გადახალისხებული დამოუკიდებელი ევროკავშირი ეს არ არის მარტივი პროცესი მე მინდა უთხრა თქვენს მაყურებელს და იმ ადამიანებს ჩვენ ვართ ანუ ძალიან რთულ პროცესში რომელსაც საგარეო წნეხით აწვება ამას ბიძინა ივანიშვილის საგარეო ვალდებულებები და ბრძოლა მოგვიწევს შეიძლება თვეობით და უნდა გაუძლოთ ამ პროცესს იმიტომ რომ ეს ქვეყანა ბევრად უფრო მეც იმსახურებს და ბევრად კარგ მომავალს იმსახურებს და ასეც იქნება მომავალში უბრალოდ ეს რაღაც მოჯადოებული წრე თუ სახადი რაც დაგვეკისრა ბიძინა ივანიშვილის სახით უნდა მოვიშოროთ როგორც შავი ჭირი და დავამთავროთ ამ ქვეყანაში ეს რაღაც მიკერძოება ავტოკრატიული რეჟიმები და სხვა დანარჩენი ისე ერთად რომ რაღაც დემოკრატიული პრინციპებზე შევთანხმდეთ არ უნდა ეხარ ადამიანებს უნდა წახვიდეს სახში და ამაში კატასტროფას და ქვეყნის გრევას არ უნდა მოასწავებდეს საკუთარი თავისთვის ეს არის პრინციპი აი ძველი ათენიდანაც ერთი წლით ირჩევდნენ ქალაქის მმართველს და ოლიგარქები იქაც აგდებდნენ ამ მმართველს და მე მოსახლეობა უპირისპირდებოდა აი 2000 წლის წინ იყო ეს პრინციპები როცა ოლიგარქებს ჰქონდათ სულ სამიზნე რომ ქვეყნის მმართველები ყოფილიყვნენ ამიტომ ჩვენ ჩვენთან ეხა დაგვიდგა ეს რეალობა და ეს რეალობა ჯერავ რომ ამ ჩვენი ბრძოლით მონდომებით აი გაუტეხელი აი მადლობა მსახიობებს რა ადამიანები დგანან ქუჩაში მსახიობები რეჟისორები კინო სტუდენტი თეატრი აი ყველა ის ადამიანი აი და ყველას დიდი მადლობა იმისთვის რომ დაუღალავთ ამ ქვეყნის სამსახურში დგანან რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია იმისთვის რომ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მივიდეს. კი ბატონო და მადლობა შენ ასევე და მაყურებელს ვეთქვი რომ ჩვენ საუბრობთ ფესო ქათამაძესთან ერთად ის გახლავთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი